თბილისში ბოლო მონაცემებით გვაქვს რეგისტრირებული ირაკლი დაახლოებით 800,000-ზე მეტი ავტომობილი და 24,000 საპარკინგი ადგილი. ხელისუფლებას და თქვათ ამ შემთხვევაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯების გადაგება უწევს. უნდა მოუწინოს, სხვანაირად ვერ გამოსწორდება ეს. როგორ შეიძლება რომ მივიღოთ კომერციული საპარკინგი ადგილები თბილისში და საინტერესო გახდეს ის ბიზნესისთვის. აქ კითხვა იბადება, თქვათ, ადამიანი, რომელიც აემაში ბიზნესში ფული ჩადება გინდა. რა გირჩევენ ერთი და იგივე ფასად. 45 კვადრატმეტრიანი ბინა თუ ერთი პარკინგი. და უნდა ითქვას ეს, რომ საპარკინგი ადგილები და პარკირება ძალიან იაფია თბილისში. სადმე რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ქალაქში თუ გინახიათ, რომ საჯვარედინზე 3 მანქანამ გააკეთო საძო. ეგეთ რამ მე მინახია თბილისში. ხე ჩინოვნიკები ერთი მაინც მითხარით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის. და თუ ფეხი შეუწდა ერთი 10 კამერა დაყოლე. ხომაში მანქანის თქვათ უადგილო ადგილას გაჩერებას ახირება ხო არ არის, ეგ არის პრობლემა, რომ აჩერებს მოძრაობას, უდავს მოძრაობას. ხო ლაპარაკი მიდის, რომ რატო არ შენდება საპარკინგი ადგილი. ვინმეს უთქვია, რომ რატო არ შენდება მეტროსადგურები. ტალლინის მერი დადიოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ირაკლი როსტომაშვილთან ერთად, არქიტექტორთან. საქართველოში, კერძოდ უფრო მეტად თბილისში პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა ქალაქებშიც უკვე ნელ-ნელა იზრდება ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბათუმში სეზონის მოახლოების შემდეგ. ქუთაისშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა და ნელ-ნელა რეგიონებშიც ეს პარკირების პრობლემა იზრდება და იზრდება. საქართველოში თბილისში ბოლო მონაცემებით გვაქვს რეგისტრირებული ირაკლი დაახლოებით 800,000-ზე მეტი ავტომობილი და 24,000 საპარკინგი ადგილი. აბსოლუტური შეუსაბამობა ავტომობილების რაოდენობასა და საპარკინგის სივრცეებს შორის. ბევრი მიზეზია გამომწვევი ამის, მათ შორის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვანძები არ არის ბოლომდე დასრულებული და მოწესრიგებული, ის, რომ მიჩვეული ვართ ქართველები ავტომობილების ხოვლას და ოჯახში რამდენიმე ავტომობილი ყავს და ისიც, რომ საპარკინგი ადგილები და უნდა ითქვას ეს, რომ საპარკინგი ადგილები და პარკირება ძალიან იაფია თბილისში. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ესეც არის, რომ ქალაქის ცენტრში ამდენი მანქანის კონცენტრაცია არის. რა მოსაზრება გაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რომ მივიღოთ კომერციული საპარკინგი ადგილები თბილისში და საინტერესო გახდეს ის ბიზნესისთვის, რომ გააკეთოს კომერციული საპარკინგი ადგილი და ეს იყოს რენტაბელური. ესე იგი, თავისთავად ეს ძალიან სწორი არის, როცა ჩვენ წინა მგონი ჩაწერა ქონდა სატრანსპორტო პრობლემებზე და ეს ცალკე პარკირება ვერანაირად ვერ განვიხილავთ ტრანსპორტის და სატრანსპორტო პრობლემებიდან ცალკე ამას. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი, განსაკუთრებით ისეთი ტიპის საზოგადოებაში და ისეთი ტიპის ქალაქებში, რაც ჩამოთვალეთ, რომ პირდაპირ აისახება და მაგალითს გეტყვით, მაგალითად, პარკირების საკითხები რო ავიღოთ, არის საჭირო რაოდენობის პარკირება რომც იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი ადმინისტრირება და სწორი მართვა ამ პროცესს, იმიტომ რომ რეალურად მარტივ მაგალითს გეტყვი, რაღაცა ადგილი იყო, სადაც არის ასობით პარკინგი და თავისუფალი ადგილები და შეგიძლია გააჩერო. ჩვენთან ხო აფთიაქში 2 წუთით შევირბინე. ეგრე არ ხდება, რომ პარკინგზე გააჩეროს, მე 500 მეტრი წავიდეს იმ აფთიაქში რაღაც ამალი იყიდოს. ანუ ეს ყოველ წუთიერი საკითხია და ყოველ წუთიერი. იქვე აფთიაქთან უნდა გავაჩეროთ და იქვე რაღაცა დავკეტო და შევიდეთ და ნომერი დატოვოთ და რაღაცა იგეთი რამე ვიღაცა წინ დაუყენოს. ტურის ამბავიც არის, ეს ხო ხშირად გვაკლია ხოლმე. კი, ეს არის ერთი არის, ცხადია კულტურა და მეორე არის, შესაბამისი ადმინისტრირება, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს და სულ მაგას უსვამ ხოლმე ხაზს რეალურად ხელისუფლებას და თქვათ ამ შემთხვევაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯების
სადგმა უწევს, უნდა მოუწიოს, სხვანაირად ვერ გამოსწორდება ეს. აი ხო მარტივ მაგალითს გეტყვით, მაგალითად არის ვაკის ეკლესია, რომელიც ჭავჭავაძეზე არის. იმ ეკლესიაზე მე ვთქვათ რაღაც ამ პროცესებში საკმაოდ აქტიური პოზიცია ჰქონდა როლი მაგ დროსთან. იქ უნდა ყოფილიყო, გარშემო უნდა ყოფილიყო სკვერი. და არანაირი როგორც დამტკიცდა ეს პროექტი, უნდა ყოფილიყო ეკლესია, ყველა ესე იგი გარშემო პროექტში იყო ძალიან ლამაზი, კარგი ბაღი, სადაც აი ყველას სკამები და ესეთი ცოცხალი ადგილი უნდა ყოფილიყო. დღეს რა მოხდა? არის პარკირება, არის შლაგბაუმი. აი პირდაპირ მანქანები შედიან საკურთხეველში. და აკვირდა კვირა დილით იქ რო გაიაროთ, რაც ხდება და ამ დროს გვერდზე არის თუ არ ვცდები აგროჰაბის ქვევით სადგომი, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია. კი, გეცნობ 50 მეტრში. აი საკურთხეველში უნდა შევიდეს მანქანით და იქ არ გააჭეროს. ანუ ეგ საკითხი რომ ადგილი არ არის, გამორიცხულია. ეხლა მაგალითად აი მე გთხოვთ რომ აქედან გავიდეთ და გადავიღოთ აი ეს ავტოსადგომი შენესახლი ჯიქიაზე. აბსოლუტურად ცარიელია და გვერდზე 30 მეტრში კამერა პირდაპირ მოვაბრუნოთ, დაინახავთ. აი იქით ოფისები არის, ისინი მანქანები შემოდიან აქ, აჩერებენ და ყველას ნომერი დატოვებული. ყველა მანქანა. ხო, ეს რაღაც ტრადიცია ჩამოყალიბდა. ხო და ამას ადმინისტრირება მე რომ მანქანა დავაყენე პატიოსად მოძებნეა და იქ ნომერს რო აყენებ, თითქოს კარგად იქცევი. არა და ჩამიგეტე იქნება როგორ მეჩქარება, მე სანამ უნდა დაგირეკო, შენ მოხვიდე და აყენო. კი, არა, მაგაზე კიდე გამართეთ ყოფილა რო კი. და რო სანამ ის ჩაისვამს და უნდა მორჩეს და რო აის და უნდა ელოდო აქ რა. აი ეგრე არის ხლა ამას მართლა. ხო არა, თან არიცი ვის როგორ ეჩქარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სიცოცხლის ამბავი არის და რაღაცა ესეთია რა. აი ამას დამეთანხმები რომ ჭირდება ადმინისტრირება, ხო? კი, ამას ჭირდება ძალიან და მე მომხრევ არა ამ კაცრი ადმინისტრირების ის რომ მანქანებს ესე თბილისში რომ ჩამოყალიბდა ეს რა ქვია სიტყვა იპარავენ, ძალიან კარგი რომ იპარავენ. იმიტომ რომ ოღონდ ყველას სხვანაირად არ მოხდა. ხო, იმის რა ქვია დაბრულმინიანი მანქანებიც ხო რა, ხა შკოდა რო დგას და რაღაც ის უნდა მოიპარონ რა და პოლიციელი რო ორი წუთით გააჩერებს და ეხა მაგალითად იგივე რამდენი მინახია რომ იმაზე რა ქვია აი ნუ დილით მაგ უბანში ვცხოვრობ ეხა სულ რატო ჩავაცივდი რა და ყოველ დილით გავდივარ თქვა პარკში ძაღლს ვასეირნებ და იქ ვხედავ ამერიკოს სკოლას და რა ხდება და ეს გაჩერებული ამ ტროტუარებზე ვინა ჩინოვნიკების და პოლიციელების მანქანები 2 წუთით და სხვა 2 წუთით გააჭეროს აფთიახთან ისიც უნდა წაიყვანო, ისიც უნდა წაიყვანო. მე არ ვამართლებ არავის ამ შემთხვევაში რა. მაგრამ ესე იგი მანქანის თქვა ადგილას გაჩერება ეს ახირება ხო არ არის, ეგ არის პრობლემა რომ აჩერებს მოძრაობას, ზღუდავს მოძრაობას, აფერხებს რაღაცას ასე შემდეგ, ხო? პირდაპირ ხო კანონია მიღებული რომ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული თუ ადმინისტრაციას იჭერენ რომ აფერხებს მოძრაობას და მანქანას რო აჩერებს ხო ის არ აფერხებს. ეხლა აქ მოდიოდი ამ პოდკასტის შესაწერად დავაგვიანე და დავაკვირდი ერთ მნიშვნელოვან რაღაცას იგივე სატრანსპორტო იმას ეხება პრობლემატიკას და ნუ მთლიანად ამ პარკირებასაც ხო შუქნიშანზე ყველა არის ტელეფონში აი მანქანებს შორის მანძილები იმდენად იზრდება ამის გამო რომ ვიღაც აფერხებს იმიტომ რომ ჩაიხედა და ტელეფონში სკროლავს რომ ასე ვთქვათ იწელება ეს ჯაჭვი და იქმნება ეს სატრანსპორტო პრობლემაც ანუ ესეც ერთ-ერთი ანუ ჩვენში არის რეალურად მძღოლებშია პრობლემა რომ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას ჩვენ მგონია რომ აი ხო ეხა მოდი ჩავსკროლავ ეხა ვნახავ კარგი და ასე იქცევა მე ყველა და იმიტომაც არის ეს გაწელი არ იყო არანაირი საჭიროება რომ ყოფილიყო საცობი გადმოდიოდი ახალ ხიდზე მასე რა ქვია უნივერსიტეტის ქუჩაზე შემოდიოდი ხიდზე და იმდენად გაწელილი იყო ეს ისა რომ დაახლოებით 15-20 წუთი ვიდექი არა და იყო სულ ერთი 30 მანქანა მეტი არა ანუ ერთ გასვლაზე უნდა გასულიყო შუქნიშანზე და გავედით 5 გასვლაზე ასე ვთქვა 5 ანთება ჩაქრობაზე ესეც სერიოზული პრობლემაა და ადამიანებო ვინც გვიყურებთ და ვინც ვისმენთ ხო მოვთხილეთ ერთმანეთს გავაკეთოთ ისე რომ რამენაირად სხვა დროს სკროლოთ ტელეფონში იმიტომ რომ ჩვენზეა არის დამოკიდებული კი ბევრი სხვა პრობლემაა მაგრამ ძირითადად ჩვენი მძღოლების პრობლემა არის
აბარა, აი მაგალითად ეხლა ცოტა გადავუხვიეთ, მაგრამ იგივე აი რო გავზომოთ პირობითად ქავთარაძიდან პეკინამდე თქვათ აი ეს ყაზბეგის გამზირზე მოძრაობა, ნუ სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრია, ხო? ანუ აქ მუდმივი სიჩქარით მოძრაობა უნდა იყოს თქვათ 2-3 წუთის მანძილი, აი 20 კილომეტრით რო იმოძრაო. მაგრამ და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი ჭკვიანი, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნების, რომ შენ სიჩქარე ისე შეარჩიო, რომ თქვათ სულ მწვანეზე გაიარო. მაგრამ აი ჭკვიანი შუქნიშანი, იმდენად ჭკვიანი ვერ არის, რომ იმან იფიქროს, რომ ვიღაცა ეტლიანი დედა გადაირბენს იმაზე, ხო? ანუ ეს გაუთვალისწინებელი რაღაცეები ამოგაგდებს, ასე ვთქვათ, იმ გრაფიკიდან. და მერე არის გაჩერებები, მერე არის ეს თავიდან ბოლომდე მაგაზია, თორე მუდმივი სიჩქარე ციარული გარწმუნებთ, რომ აი რაც საცობები არის არ იქნება ეს საცობები. ხო, გაანახევრებს ამ პრობლემას. ეხლა ყველა ვინც თქვათ, აი ჩვენ ეხლა გვიყურებს, აი სადმე რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ქალაქში თუ გინახიათ, რომ გზაჯვარედინზე 3 მანქანამ გააკეთო საძო. ეგეთ რამე მე მინახია ბევრჯერ თბილისში. 3 მანქანა, აი ძალით რომ მოგინდეს რომ დაალაგო. სხვათა შორის რამდენიმე ქალაქში ვარ ისეთი ნამყოფი, სადაც ძალიან მოუწესრიგებელი მოძრაობა არის. ფაქტიურად არ იყო, აი მაგალითად თეირანში ბევრი წლის წინ იყო, ეს ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ იყო ძალიან ქაოტური მოძრაობა და საცობები არ იყო საერთოდ. ანუ ძალიან ბევრი მანქანა, შუქნიშნები არ მუშაობდა, აი ქაოსი იყო ეს პირველად ვნახე ესეთი ქაოსური მდგომარეობა, ერთი იყო კიდე ბანგკოკში, ნუ იქ ეხლაც ესე არის, მაგრამ თვითრეგულირების პირობებში ავტომობილები ახერხებდნენ იმას, რომ საცობები არ იყო და ერთხელ ხوار თხოვოთ თბილისის მერიას, რომ გათიშოს ერთი დღე ყველაფერი და ვნახოთ რა მოხდება. ყველა შუქნიშანი რო გაითიშოს, საინტერესო ექსპერიმენტი იქნება. ძალიან ისეთი რამე თქვი, რომ ეგ არის ეგრეთ წოდებული ჯიგიტის ფენომენი. ეგ ცნობილი რამე არის რა, რომ თქვათ აი მიდის გზავრი უზის ტაქსის ხოლოსაც ეთელზე პირდაპირ გაიარა. რა შევიო წითელიანთია. ჯიგიტი ვარ უმეო და გაიარა რა. კიდე მეორე მესამე და მერე შუქნიშანა მიდო მწვანეანთია და გააჩერა და რატო გააჩერა? იქიდან სხვა ჯიგიტი მოდესო რა. ანუ ეგ არის რა, სხვათა შორის ეგეთი რეგულირება, იგივე თქვათ ამერიკაში რო ყველა სიარაღი აქვს. ამა ხო გამოიწვია ის რომ ხო რა შეიძლება იქ რაღაცა ზედმეტ ვებად და შეიძლება იარაღი აქვს. ეგ არის ხოლმე ეგეთი მომენტები რა. ახლა მე ამას თავს ვერ დავდებ აქ რა შედაც გამოიღებს ეგ, მაგრამ ხო სხვაში ეგეთი რაღაცეები არის ხოლმე რა. ხო დაუბრუნდეთ ახლა ძალიან გადავუხვიეთ ჩვენ პარკირებების იმას. ჩვენ ამ თემაზე ხო იცი და ხა ამაზე ვიმუშავია ძალიან ბევრი და როგორ არის რა რამდენიმე პრობლემისგან შედგება ხოლმე როგორც წესი ამ პარკირებების პრობლემა და ამ მოგვარების გზაც არის რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯის ერთდროულად შესრულება, იმიტომ რომ მაგალითად აი თბილისში შენახსენე რომ 800,000 მანქანა არის დარეგისტრირებული. მაგრამ დღის განმავლობაში თბილისში მოძრაობს თუ არ ვცდები 1,200,000 მანქანა. რეგიონიდან შემოსული. ანუ ერთ-ერთი საკითხი არის საგარეუბნო ტრანსპორტის მოწესრიგება და ეგრეთ წოდებული ელექტრიჩქების როგორც მინიმუმ ახლო მდებარე რეგიონებიდან, რომლიდანაც აი ადამიანები, რომელიც მოდიან გორიდან, თქვა თბილისში, ან კახეთიდან თბილისში, ან სამხრეთ საქართველოდან თბილისში აი 100 კილომეტრის რადიუსში, ხო? იმათ შეიძლება 2-3 საათი უწევს და 1 საათი როგორც მინიმუმ თბილისში შემოსასვლელში. როცა აი ამ მანძილებზე შეიძლება საგარეუბნო ტრანსპორტის გაკეთება და ეს მანძილი თქვათ 9 საათი 40 წუთის. მე გარწმუნებთ, რომ აი ეს ამოაგდებს პირობითად, ნუ იმ 400,000-ს თუ არა 2-3-ს ნამდვილად მანქანების, ხო? ეგ არის ერთი საკითხის შემცირება. მეორე აი თქვათ აი ამ 800,000 მანქანი და რო თქვათ აი ჩვენ რო ვირტუალურად წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა რომ ესე იგი შენახსენე საპარკინგი ადგილები 24,000 რომელიც მერიას აქვს დახაზული. ეგ არ არის თავი. აქ შემთხვევაში ლაპარაკი არის აი იმ მანქანებმა ყველას რომ მოუნდეს ერთდროულად გაჩერება. ვერ გაჩერდებიან. ანუ თავისი დასადგომიც არა აქვთ.
ეგ ძალიან სერიოზული პრობლემა არის. აი მაგალითად მე საკითხული მაქვს ტოკიოში ნამდვილად, ალბათ იაპონიის დიდ ქალაქებში, მილიონიან ქალაქებში ეგეთი პირდაპირ მანქანის ვერ ყიდულობ თუ არ წარადგენს საბუცრო შენ გაქვს საპარკინგი ადგილი. ნაკირეები, ნაყიდი თუ რაღაც არ აქვს მშლობა. შენ რო გაქვს შენზე დარეგისტრირებული საპარკინგი ადგილი. ანუ ეგრეთ წოდებული თბილისში არის ნახევარზე მეტი არის აი ესეთი ბომჟ რუსული სიტყვა, ესე იგი без настоящего без определенного ხო ესე იგი იმისი რა ქვია აი გარკვეული საცხოვრებლის არ მქონე მანქანები რომელიც ადგებიან და რაღაც. ეხლა ამ საკითხის მოგვარება როგორ ხდება რა? თბილისში აი 90-იან წლებში რაღაცა ეს უთავბოლოდ აშენებული პარკინგები ბავშვთა მოედნები და ესენი რომ სკინდა საბურთალოს სკინდა ვაკეში ისეთ მანამდე კომუნისტების პერიოდში აშენებულ უბნებში გაკეთდა ეგეთ გაუტურად ვინ როგორ მოახერხა ზოგმა რაღაცა ცხაური ზოგმა რა მასალა ბეტონით ბლოკით იმითი იმან ამპრაჩეღება რაღაცა და ნუ ეს ზოგი დარეგისტრირდა ზოგი არ დარეგისტრირდა მაგრამ რა მივიღეთ რა იმ მანქანების იმ პარკირების იმ გარაჟების თუ რა დავარქვა დაახლოებით 15-20% არის თავის ფუნქციით გამოყენებული ზოგი არის თქვათ რაღაცა მინახია რომ პოინტერი ხავს ზაღლი დამული იქა და ესა ზოგი არის გაქირეებული ხილბოსნეულზე ზოგან არის ვულკანიზაცია ზოგან არის საწყობი ზოგან არის რაღაცა ანუ ეს პარკინგებიც თავის ფუნქციით არ არის დატვირთული და ის მანქანები ვისის პარკინგიც არის გარეთ აჩერებს და იკავებს ადგილს ორმა გაადგილს და სამად იმიტომ რომ ამ შენობასაც თავისი ეს არის მოსავლელი ღია პარკირება იყოს შევეშვათ როგორი იერსახე და რაღაცა შევეშვათ მაგრამ ეს პარკინგები უნდა პარკინგად რო არის დარეგისტრირებული ის უნდა გამოყენებული იყოს პარკინგად და არა ხილბოსნეულის მაღაზიად ხო მინდა შევეხო ფასების პოლიტიკასაც საპარკინგე ადგილების თბილისში გაჩერება საათი ღირს 1 ლარი საინტერესო პრაქტიკა არის მსოფლიოში რომ პირველი საათები ხშირად ბევრ ქალაქში ღირს ფიქსირებული დაუშვათ 1 ევრო ან 2 ევრო და შემდეგი საათები უფრო ძვირი ღირს ვიდრე პირველი საათი რაც იწვევს იმას რომ 1 საათზე ნაკლები ხნით ურჩევნიათ მანქანით გაჩერდნენ კონკრეტულ ადგილებში ასევე არის ზონების მიხედვით ცენტრალურ ზონებში და ვიწრო ქუჩებზე უფრო ძვირი ღირს მანქანის გაჩერება ვიდრე დაუშვათ გარეუბნებში. ასევე პარიზში არის საინტერესო პრაქტიკა. ჩვეულებრივი მანქანა ღირს 6 ევრო და 4-4-ზე ანუ დიდი მანქანა მაღალი გამავლობის, რაც თბილისში ძალიან ბევრია და ბევრს ესეთი მანქანა ყავს. ღირს 18 ევრო, სამჯერ მეტი. კი, არა, ეგრე. რამე ესეთი პრაქტიკა ხო არ არის დასაგეგმი, როგორ ფიქრობ, რომ გაიზარდოს ამ ფასები ან კომპლექსურად აი მაგიტო ვიძახი რა, რომ აი ერთი მხრივ გაკეთება თქვათ რაღაცა იმისი, აი ესეთი ცერბერული მეთოდით არ შეიძლება და სხვა კიდე ისეთი მომყოლი უარყოფითი რაღაცეები აქვს ხო მაგას რა თორემ არ ვიცი რამდენად საჭიროა მაგის მაგრამ აი ნაცისტები რომ მოვიდნენ გერმანიაში უდიდესი პრობლემა იყო ცნობილი ფაქტი არის უბილეთოთ გზავრობა რა მატარებლებში და ერთხელ აი ჰიტლერმა რა გააკეთა ცნობილი არის რა აი გერმანელი დღეს რო ადის ავტობუსში პირველი იხევს წუთში რა გააკეთა რა გააჩერა რომელიღაცა თქვათ ჰამბურგი რაღაცის მატარებელი და ვისაც ბილეთები არ ქონდა ჩამოიყვანა და SS-ის რაღაცა ის იდგა 20 ეული და ყველა დახვრიტეს ნუ ეხა პარკერების კურსის არა დახვრიტავს ხო და მაგას ვამბობ რა და იმის მერე გავიდა 90 წელი ნუ გერმანეთის ბილეთი სულ აი ბაურს მიაგდოს ბილეთს აი ეგ ის არის რა ანუ ეგეთი მეთოდი არ შეიძლება ხო ამიტომ ვამბობ მე რომ ეს არის რამდენიმე ისეთი ნაბიჯის გადადგმა საჭირო პარალელურად იმიტომ რომ თქვა შეიძლება გავაკეთოთ რომ პარკინგი გავხადოთ 200 ლარი მაგალითად და რა მოხდება ნუ ხალხი არიulis იმაში მაგრამ რაღაცები მომარაგება არ იქნება რაღაცა ექიმის სამსახურში ვერ მივა რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა მოხდება რა ესე არ არის ხოლმე მარტო რომ ეს არის ყოფის
და ადამიანების რაღაც ცხოვრების რაღაც ნაწილი არის, ხო? ახლა ბევრისგან გამიგია, რომ მანქანა ისე კარგად გავაჩერე, გაყვანმენანებაო რა. არის ხოლმე ხალხი. ხო, მაგრამ ისიც არასწორი მგონია, რომ ერთი ლარი ღირს დაუშვათ, აი ძველ თბილისში სადღაც დადიანზე, მაგალითად მანქანის გაჩერებაც და სადღაც ლისის ტერიტორიაზე, გასაგებია პლატოზე, რომელიც აი კი ბატონო, სადაც მაგაზე ბევრი მივალ. ადგილი არის, რომ კი ბატონო, გააჩერო ხო, მანქანა. მაგაზე მივალ და სწორედ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად გადასახედი და გასაკეთებელი, იმიტომ რომ პარკირება, თვითონ პარკირების მოწყობა და პარკირების თქვათ რაღაცა ღირებულება დამოკიდებული არის მიწის ღირებულებაზე. აი როგორც გასაქირეებელი ფართი მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე ერთი ფასია და თქვათ რაღაცა არაცენტრალურ რომელიღაცა ქუჩაზე, ჩოდრიშვილის ქუჩაზე თქვათ აძალადევში სხვა ფასი იქნება, ხო? ზუსტად იგივე არის, მიწის ღირებულება სხვადასხვა არის. თორე პარკირებისთვის მიწა ერთი და იგივე არის, საჭირო თქვათ 3-6 პირობითად ვიძახო. და აი აქედან გამოვდივართ, აი რატო არის მაგალითად დღევანდელ დღეს აი სწორედ ეს რო არ არის გააზრებული და აი გამოყენებული ეს პრინციპი, იმიტომ არის ეს პრობლემა. პარალელურად რო იყოს სერიოზული ადმინისტრირება, პარალელურად რო იყოს ნაკლები მანქანები, პარალელურად რო იყოს თქვათ აი არსებული პარკინგების ჯერ 100%-ით გამოყენება თავისი ფუნქციით, ხო? შესაბამისად, რას იწვევს, როცა გარაჟში არის ხილბოსნეულის მაღაზია და იქ თუ ვალდებული იქნება, რომ პარკინგი იყოს, ის მშვენივრად გააქირეს, მით უმეტეს ადმინისტრირების დროს შეიძლება უფრო კარგად გააქირაოს ის პარკინგი იმ ადამიანმა, ვისაც მაგითი შემოსავალი აქვს. რა მოხდება, ეს ხილბოსნეულის მაღაზია იქირაებს ფარც პირველ სართულზე. შეიძლება უფრო მეტად, მაგრამ უფრო სხვა იმითი რა ქვია კატეგორიის იქნება მაღაზია, ხო, მოწესრიგებული. ანუ ეს რაღაც ერთგვარი ის არის რა, ერთმანეთზე მიწყობილი ჯაჭვი, აბარა აუცილებელია. ეხლა ვახო მე მაქვს აი დაანგარიშებული რაჯდება მაგალითად ერთი და იგივე ადგილზე, რომელი ადგილიც გინდა ავიღოთ თბილისში, გინდა ყველაზე ძვირფასი მაგალითად ცოლულაკი და თქვათ ყველაზე ნაკლებ ფასიანი პირობითად სამგორის ყველაზე თქვათ შორს მდებარე ესა, ხო? ხო, აი საინტერესოა. ხო, მანდ არის ეგეთი რაღაცა რა. ძალიან ცდარი შეხედულებაა, რომ ყველას გონია, რომ პარკინგი არის 18 კვადრატული მეტრი. არ არის ეგრე. ერთ პარკინგს, აი მე თქვათ გეტყვით, რომ საშუალოდ ერთი პარკინგის ნახეთ, ერთ პარკინგს ჭირდება დაახლოებით 45 კვადრატული მეტრი. 42-45. ეს დამოკიდებული ეს არ არის საუბარი გარე პარკირებაზე, ეს არის საუბარი პარკირების პარკინგის შენობაზე. ყველა პარკირებაზე რა. ჩვენ რო ავიღოთ ძალიან მარტივად თქვათ აი რაღაცა ტერიტორია, რომელშიც უნდა იყოს აი ესე განთავსებული მანქანები, 3 მეტრი თითო პარკინგზე არის 3 მეტრი, 3 მეტრი განი და 6 მეტრი სიგრძე, მერე ამ ორ პარკინგ შორის ასევე 6 მეტრი სიგრძე, მერე კიდევ ასე, ანუ ეს რო ვიანგარიშოთ იქ შემოსასვლელი და ასე შემდეგ, იქ ფართი მარტო ის ხო არ არის, ხა თქვათ იგივე ხა დეტალებია, მაგრამ აი გარე პარკინგები ნორმით ის 3 მეტრი არ უნდა იყოს, ის 4 მეტრი რო გასვლა მოახერხოს, ანუ აი ბოლო პარკინგები უფრო განიერი უნდა იყოს. ეგეთი ნორმა. ანუ ეს თუ ჩვენ ამას ვიანგარიშებთ, იქ უნდა იყოს აუცილებლად, როცა პარკინგს ვაკეთებ და რაღაცა იმას ჭირდება ჯიხური, იმას ჭირდება რაღაცა ბიოტუალეტი მაინც და რაღაც ასე შემდეგ, ხო, რაღაცა მოწესრიგებული. ანუ ეს დაახლოებით არის 42-45 კვადრატული მეტრი ერთ პარკინგზე. ხა ჩვენ თუ ვიანგარიშებთ აი ძველ უბნებში მაგალითად სტამბა. აი უკვე არა პარკინგად აშენებული, მერე უკვე გადაკეთებული პარკინგად. იქ ალბათ შეიძლება 70 მეტრზე ავიდეს ერთი პარკინგის საჭირო, იქ პანდუსი არის, იქ რაღაცა იმის კოლონებია, რაღაცები არ ბევრი ხელშემშლელი ფაქტორია. ანუ იქ და ჩვენ თუ თქვათ დავიწყებთ იმ პრინციპით, რომ აი როგორც არის თქვათ ძველ ისტორიულ ქალაქებში ევროპის და ამერიკის თქვათ მიწისქვეშა პარკინგები ნიუ-იორკში ავიღოთ, გინდა და ამსტერდამში და გინდა ლონდონში, ნებისმიერ იმაში არის
მიწისქვეშა პარკინგები მონაკოს ქვეშ საერთოდ სუნთლიანად პარკინგი არის, ხო? ამსტერდამში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი არის პარკინგი, 70-80 евро არის დღეში პარკირება და ამიტომაც არის მათ ქალაქის მთავრობას გამოცხადებული აქვს როგორც საფეხმავლო ქალაქი. პირდაპირ აქვს ჩაწერილი, ეს არის საფეხმავლო ქალაქი, სადაც გადაადგილება უნდა იყოს ფეხით ან ველოსიპედით. კი ბატონო, მაგიტომაც არის ძალიან ძვირი. ანუ ეგეც არის ერთ-ერთი აი ამ რომ ვამბობ, აი ამ გადასადგმელი ნაბიჯების ერთ-ერთი საკითხი. თქვათ ამასინათ ერთ-ერთ პოლიტიკოს უსმენდი და უნდა გადავსვათო ხალხიო იმაზეო, საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. აი ამასაც რაღაც ნაბიჯების გადადგმა უნდა. მაგალითად, ჩვენ შევისწავლეთ ტალინის მაგალითი, რომელიც ძალიან პოსტსაბჭოთა, თქვათ რაღაცა ბევრი რაღაცის გამო, გინდა საკანონმდებლო სრულებებით და რაღაცა ძალიან ემსგავსებოდა თბილისი თქვის ისტორიული ზონით, თავისი თქვათ თვითონ ქალაქის ზომით და ასე შემდეგ რა. ტალინში მაგალითად ტალინის მერიას ხავს მომსახურე მანქანები და არა სპეციალურად ნაგვის და რაღაც მანქანებს არ ვამბობ რა. ისეთ პერსონალური მანქანები ასე ვთქვათ, 3. ოღონდ 3 როგორი რა, წარუმატებლობითი ლიმუზინები და რაღაც ერთი ხავს ეგეთი, ის 2 არის რაღაცა პატარა ესეთი, მცირე ლიტრაჟიანი რაღაცა მანქანა იყო. აი როცა თქვათ ტალინმა გამოაცხადა ეს 2000-იანის დასაწყისში, გამოაცხადეს რომ აი ფეხით მოსიარულეების პრიორიტეტი და რაღაცა, მაშინ გააკეთეს ეგეთი რაღაცა, რომ ტალინის მერი დადიოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩინოვნიკების დადიან. ყველა აბსოლუტურად თბილისის მერიაში რამდენი ასეული მანქანა იქნება ალბათ და ჩინოვნიკები. მერე რა გააკეთეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახადეს უფასო. ანუ ბევრი რაღაცა ნაბიჯები გადადგეს. ეგრე არ არის რომ ვინმე გამოვიდეს და ვინც იმაზე რა ქვია მანქანი წამოვა რაღაც იც მოვაჭრეთ, მე რაღაც ეგეთი რამე არ ხდება რა. აი ნაბიჯ ოღონდ ეს ყველაფერი ხდება იმითი რა, ხო გითხარით, ტალინის მერი დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. და ჩინოვნიკებს და იმას საუბარი არ არის. თუ რაღაცა ხდება რომ აუცილებლად სადღაც უნდა წავიდეს, არის მორიგი მანქანა, რომელიც წაიყოს. დღეს როგორ არის რა, ჩინოვნიკის მანქანა რომ მიიღოს, მე იმიშვილი მუსიკაზე, იქ რაღაცა ცეკვაზე, ძოლი მაღაზიაში და ასე შემდეგ. ხო ის მანქანა ხო თელი დღე მოძრაობს, იჭერდება? აი ეგ არის რა, რა მნიშვნელობა აქვს? 10 მანქანა იulis ერთდროულად თუ ერთი მანქანა სულ 10 რეისს გააკეთებს, ხო ერთი და იგივე არის ეს. ანუ ეგეც დასარეგულირებელი საკითხი არის. ეხლა დაუბრუნდეთ ამ ფასებს რა. ელემენტარულად ავიღოთ, აი შენ ხარ ბიზნესმენი, რომელიც თქვათ უძრავი ქონებით ხარ დაკავებული. და გაქვს 2 ასე ვთქვათ შემთხვევა რა. აი გვერდ-გვერდზე 2 მიწის ნაკვეთი. და ეს პირდაპირ დათვლილება ხაკა შემილია მე ეს ვთქვათ უგნებოთ Excel-ის ხრილი გააკეთეთ. აი 2000 კვადრატული მეტრი, 2000 კვადრატული მეტრი გვერდზე იგივე. ფასი რახან ერთი ტერიტორია, ერთი და იგივე ფასი ღირს ეს ტერიტორია. და ამაზე ვაშენებთ, კოეფიციენტი გვაქვს მაგალითად 3 და აქ უნდა ავაშენოთ რაღაცა ფართი, ზუსტად ისეთივე უნდა ავაშენოთ სადგომები, ხო? აქ კორიდორები რაღაცეები თქვათ არასაცხოვრებელი მაინც ანგარიშება და აი აქ თუ არ ვწდები აი გამოვიდა თქვათ 133 სადგომი 6000 კვადრატმეტრში 3 კოეფიციენტით, აქ 6000-ში გამოვიდა 30% რო გამოვაკლეთ. არასაცხოვრებელს გამოვიდა საცხოვრებელი 4200, 93 45 კვადრატმეტრიანი ბინა. აქ გამოვიდა 133 ავტოსადგური. საპარკინგა? გასაჭერებელი მანქანის. ეხლა ესე იგი ღირებულებები რო გადავიყვანეთ, თქვათ, ის მიწის ღირებულება ერთნაირი იყო, მშენებლობის ღირებულება ერთნაირი ანგარიში, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პარკინგის ღირებულება უფრო ძვირია, იმიტომ რომ იქ რკინა-ბეტონის სამუშაოები იქ სხვანაირი დატვირთვა და სხვანაირი ისა, ხო, ამ პანდუსებს და სათულშუა გადახურვებს უფრო სქელი. არა. მან არა ნაკლები გამოვა. რატო პარკინგის ყველა შემთხვევაში. შავი კარკასი, რანაი? შავი კარკასი არა, თლიანად დასრულებულს ანგარიში. შავ კარკასს ანგარიშობ ჯერ მე დასრულებულიც კი ბატონო, ხო ერთნაირად მაქვს, მაგრამ შავი კარკასი ბევრად რთული წინასწარ დაძაბული სხვანაირი კონსტრუქცია არის რა. და ერთი ადგილი ამ შემთხვევაში დაჯდა $25500, ხეს მოგწევ ციფრებს და ნახე. და მეორე შემთხვევაში, ბინის შემთხვევაში $36200. თვითღირებულება ამაზე არ მაქვს თქვეთ სხვადასხვა გადასახადები და კომუნიკაციების ჩართვები და ასე შემდეგ, რომელიც მერე ზდის იმოგებას რა.
და ესე იგი 1-18 კვადრატმეტრიანი პარკინგი მაქვს მე. ოღონდ 18 კვადრატი ძალიან გასათვალისწინებელია, შენ თუ თქვა ამ პარკის ყიდულობ, მარტო იმ 18 კვადრატმეტრს ირეგისტრირებ. და შენ თუ ბინას ყიდულობ 45 კვადრატმეტრს ირეგისტრირებ, რომელიც 18200 დაჯდა, ეს დაჯდა 25000. და ეხლა ვიანგარეშო თქვა აი ბიზნესია და შენ გინდა რაღაც ასე ვთქვა ხეირინაო, ხო? ეხლა პარკინგი რომც ეს სუგაქირებული იყოს და აი დღევანდელი ტარიფი თქვა ერთგვარად, ეს გამოდიოდა წელიწადში რომ იყოს ერთი წელი 8760 ლარი. აი სუგაქირებული რო იყოს ერთი დღე ერთგვარად სულ მანქანა. წელიწადში არის 8760 საათი. აი ეს არის შემოსავალი. და იქ თუ გავაქირე, იქ კიდე თქვათ რომ გავაქირავთ ყველაზე ნაკლებად $300 თუ რაღაცა, თვეში გამოდის 9600 ლარი. აი ეს სხვაობა არის და აქ კითხვა იბადება თქვათ აი ადამიანი რომელიც აი ამაში ბიზნესში ფული ჩადება გინდა. რა გირჩევნი ერთი და იგივე ფასად 45 კვადრატმეტრიანი ბინა თუ ერთი პარკინგი. ხო, ნუ ძალიან მარტივი რაღაცაა რა. სანამ ეს არ გახდება ბიზნესი და სანამ ეს მონგებიანი არ იქნება, ამიტომ ვიძახი რა, რომ აი ამსტერდამში მაგალითად პარკი მე მქონია, მე და ერთ ჩემ პარტნიორს ადრე თუ გახსოვს მარკების პერიოდი იყო ჯერ კიდევ, იქიდან ფრანკფურტში დადიოდა, აქედან ფრანკფურტიდან ამსტერდამში მანქანა ვიქირავეთ ფრანკფურტის აეროპორტში და ესე იგი მანქანის ერთი დღის ქირაობა ნაკლები დაგვიჯდა, ვიდრე იქ ერთი ღამის გაჩერება ამსტერდამში. და რუიანგარეშო ამსტერდამში მანქანის პარკირება და Airbnb-ით ბინის ქირაობა, ვერ გეტყვი რომელი უფრო ძვირი არის, ერთი ფასი არის დაახლოებით. აი ეგ არის რეალობა, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანი ბევრჯერ დაფიქრდება, რომ მანქანით იაროს თუ არ იაროს. ეგ არის გამოსავალი მაგისი რა. მე ამავე დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კარგი უნდა იყოს. ეხლა ჩინოვნიკები რომელი აი ერთი მაინც მითხარით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის. და თუ ფეხი შეუწდა ერთი 10 კამერა დაყვება. ხო მაშინ აქ რეალობაზეა ლაპარაკი, ხო? თუ თქვათ ესე მოხდება, არავინ არ არის სულელი, რომ არ იცოდეს, რომ უფრო კარგი თუა და უფრო იაფი თუ უჯდება და უფრო მოხერხებულია თუა, ვინ გადავა. აი საზოგადოებრივი ტრანსპორტში რო ტრანსპორტი თბილისში სხვადასხვა მიზეზის გამო რომ მოუხერხებელი არის, ამის პირდაპირ აი ესეთი ლაკმუსის ქაღალდი არის ტაქსები თბილისში. აი ტაქსების რაოდენობა. აბა რა, ესე იგი ადამიანისთვის ცხადია, რომ ის ხო თავის კერძო ხო არ არის, ისიც ურჩევნია რომ იმით წავიდეს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ რომ ნუ მოუხერხებელია რა. არ ყოფნის, ჭყლეტვა არის, პიკის საათებში პრობლემები არის, გინდა მეტრო, გინდა ისა. ანუ აი ხ ლაპარაკი მიდის რომ რატო არ შენდება საპარკინგი ადგილები. ვინმეს უთქვია რომ რატო არ შენდება მეტროსადგურები? 35 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. აშენდა თუ არ ვწდები ზოდელავას პერიოდში აშენდა, ნუ დასრულდა და გათხრილი იყო გვირაბი. ბოლო მეტროსადგური. 25 წელია მეტრო არ გაკეთებულა. აი მე თუ მკითხავთ, ეგ უფრო დაეტყობა ქალაქს, თქვათ, ამ სატრანსპორტო საპარკინგი ადგილებში, თქვათ, თუნდაც მიწის ზედა მეტრო, თუნდაც თბილისი რუსთავის მიმართულებით ესე მიწის ზედა მეტროს ერთი ხაზი მაგალითად, რომელიც სამგორის რომელიმე სადგურს მიუერთდება. ეს პირდაპირ ამოაგდებს მაგალითად ერთი 20000 მანქანას. იმიტომ რომ ბევრი იქ თუ იქნება მეტრო, აი მარნეულიდან რუსთავიდან დადიან თბილისში მანქანით, რა თქმა უნდა. ის ხალხი აი თქვათ აი ნანტში რომელიც ჩვენ ბოლომდე ჩვენ დაძმობილებული ქალაქი იყო და აღარა იქ ეგეთი იქაც პრობლემა ჰქონდა და რა გააკეთეს რომ საგარეუბნო ესე იგი არა მანჩი დარეგისტრირებულ მანქანებს შეგნით არ უშვებდნენ ქალაქში. იქ იყო უზარმაზარი ჰაბები ქალაქის შემოსასვლელებში მანქანა მოდის იქ აჩერებს წესიერად სხვათაშორის მე მგონი უფასოდ იყო თუ იქ აჩერებდი თუ არ ნუ იქ აჩერებდი და იქიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ ეგეთი ჰაბის მოწყობა თავისუფლად შეიძლება რუსთავში რომელიც აი სამხრეთ საქართველოს თქვათ აი ესეთი უზარმაზარი რეგიონი რომ ვინ არის გიჟი როცა ეცოდინება რუსთავიდან თბილისში ჩასრიალდება 10 წუთში ვინ არის სულელი ხარო აქ 2 საათი სასუფში იდგეს და მანქანა ვერ გააჩეროს. იქ იყოს პარკირება,
იქ გააჩერონ მანქანები და ჩამოვიდნენ. ანუ ეგრე ნაბიჯ აი ესე რაღაცეების დარეგულირებით მე დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება. მარტო ერთი იმითი რომ მოდი აბა ხვალიდან ყველა გადავსვათ იმ ლოზუნგით და იმითი რომ ყველა საზოგადო ტრანსპორტზე ამ ლოზუნგით რომ ყველა ვინც რაღაცას იმას იცავს, ეგრე არ გამოვა რა. ამას უნდა ყველაფრის, აი ნაბიჯ და რაც შეეხება პარკინგებს, მოგეუბნებით რა, ეს აი უკვე მაქამდე რომ მივალთ, რომ პარკინგები რატო არ შენდება, პარკინგი სანამ არ იქნება, აი ერთი და იგივე შრომა რომ უნდა გააკეთო ადამიანმა, ერთი და იგივე თქვათ რაღაც აი ბაზარში რომ მიდიხარ და ერთი და იგივე ფასად რო შეგელია, კარგი და ცუდი იყიდო, ცუდს იყიდი? აი ახაც იგივე შემთხვევა, იგივე ერთი და იგივე ფასად, რაც ღირებულება, ვისაც ეს არ ჯერა, მოდი დავждეთ და აი აგერამა ციფრები და ეს თუ გინდა აჩვენეთ, შემედაუნე ხა ამაზე თავს დავდებ რომ სხვაზე ბევრი რამდენიმე შეიძლება ჩემზე კარგად იცოდეს დღეს 45 წელი ამას ვაკეთებ. ამაზე თავს დავდებ რა. ერთი და იგივე ფასი ჭდება. აი 40 კვადრატული მეტრი, 42 კვადრატული მეტრი უნდა ერთ პარკინგს. აი პროექტ თქვა აქ დამტკიცებული პროექტი გვაქვს და დავთვალოთ რამდენი გამოდის. რამხელა ფართი, რამხელა იქ პანდუსი ჭირდება, ლიფტი ჭირდება, კიბე ჭირდება, იქ სათავსო ჭირდება, ვინც იმას მომსახურე პერსონალი არის ხო? მომსახურე პერსონალი იმას აპირფერებს ჭირდება. ანუ ეგრე არ არის რომ მარტო ის დავხაზოთ ასვარდზე რაღაცა და იმას ვთქვათ რა ქვია. ამას ჭირდება, ეს არის ხანძრსაწინააღმდეგო რაღაცები, გასასვლელები და ის ჭირდება. ანუ ერთი პარკინგი ჭირდება იგივე რაც ერთოთახიანი ბინა. ერთი ადამიანი მანახეთ რომ აი რომ დამიცემ ფული და რას იყიდი პარკინგს თუ ერთოთახიან ბინას, გინდა სამგურში და გინდა ვაკეში, აი რას იყიდის. ეგ არის ეგ რა. იმიტომ არის ფასი, იმიტომ რომ სამგურში თქვათ ცხადია ერთოთახიანი ბინის ქირაობა ნაკლები ღირს ვიდრე მაგალითად მასე რა ქვია, ფალიაშვილის ქუჩაზე, ხო ეგრე არის. პარკინგიც იქ იაფი უნდა იყოს, აი ვაგი დაიწყე, ხო შენ შეკითხვა. იქ უნდა იყოს იაფი, იმიტომ რომ იქ უძრავი ქონება და მიწა და ყველაფერი იაფი. რაც იმაში მივდივარ თქვათ, თორე პარკინგი მშენებლობა და ბლოკი პარკინგისთვის და კუბური მეტრი ბეტონი და ტონა არმატურა სამგორშიც და ფალიაშვილზეც ერთი ფასი არის.